ამ პოდკასტს რომ ვიწყებდით, ზუსტად 2 წლის და 1 თვის წინ მაგ შენთვის მოწერილი, ხლა აღმოვაჩინე, რომ აქ მოსულიყავი სტუმრად და AI-ზე გველაპარაკა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ დავლაგდით მე მაგაზე და აი 2 წელი გავიდა და ამ თემაზე AI-ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე სამსახურში უნდა ვილაპარაკოთ ბექ აყულაშვილთან, მადლობა, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მოდი, შენ ხარ lead portfolio manager-ი. ზუსტად რას მოიცავს შენი საქმე, ამას ჩვენს მსმენელებს უხსნით ხოლმე თავიდან, როგორც წესი და მერე გადავიდეთ აი ამ ჩვენ ცხელ თემაზე. კი ბატონო, ანუ ამ ეტაპზე ახლა უკვე ვარ lead portfolio manager-ი, თავიდან დავიწყე ასე რომ ვთქვათ, აჭარაბეთში როგორც product owner-მა სპორტის და მე ანუ სხვა პროექტებიდან გამომდინარე რა, რაც მიმდინარეობდა აჭარაბეთში, მაგიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ნუ portfolio manager-ობა უფრო შესაბამისი იყო იმ მიმართულებებისთვის, ნუ რაც მე მებარა რა. როგორც portfolio managers, ეხლა ჩემთან ანუ პირველ რიგში შემოდის ინიციატივები, ანუ stakeholder-ებისგან, ასე რომ ვთქვათ, დირექტორებისგან და ასე შემდეგ, რისი გაკეთება უნდათ, ანუ high level-ზე, goal-ი, objective-ი და რაღაცა და ასე რომ ვთქვათ, მაგ ინიციატივას ვამუშავებთ რა. რა არის ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ასე goal-ი, objective-ი, requirement-ები, რაც მე თავისთავად მიდის product team-თან რა და მუშავდება product team-ის მხრიდან. განსაზღვრავთ ამ პროექტების პრიორიტეტს, ასე შემდეგ, ვიწყებთ მუშაობას და ასე რომ ვთქვათ, როგორც portfolio manager-ი თავიდან უფრო ჩართული ვარ, ანუ critical stage-ებზე ინიციატივის, რომ როგორ დავგეგმოთ, რა არის ჩვენი milestone-ები, როგორ გვექნება roadmap-ი, რომ მოლოდინები შევქმნათ და ყველაფერი და მე ეს ყველაფერი რეპორტდება, ასე ვთქვათ, ჩემთან და მე ჩვენგან მიდის portfolio-ებისგან რეპორტინგი stakeholder-ებთან რა. და ამ ყველაფერში ხელოვნური ინტელექტს იყენებ ძალიან აქტიურად. ამ ყველაფერში კი ხელოვნური ინტელექტს ვიყენებ ძალიან აქტიურად, ასე ვთქვათ რა. ანუ თავიდან რომ შევადაროთ მაგალითად რა, რაღაც საქმეებში რა დროს მჭირდებოდა, აი იმ პროექტის შემოსვლიდან ინიცირებამდე თუ მჭირდებოდა დაახლოებით 2 კვირა, ან უფრო 2 კვირაზე ცოტა მეტი, ეხა იგივე საქმე შემიძლია გავაკეთო ერთ დღეში რა, თუნდაც რა რო ავიღოთ, რომ ზუსტად დაალაგო goal-ი, objective-ები, requirement-ები, რაც გინდა მთლიანად რომ სახე მიცე პროექტის და მიიტანო product team-ამდე რა და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი დრო მომაგებინა. ხო, ძალიან მაგარი. ჩვენ აი მაშინ, როდესაც აი ეს 2 წლის წინ რო დავიწყეთ ამის კეთება, მაშინაც ხელოვნურ ინტელექტზე გქონდა საუბარი და მაშინ საუბრობდით დიზაინის მიმართულებით. ჩვენი art დირექტორი ყავდა სტუმრად მოწვეული და ნუ ვისაუბრეთ იმაზე თუ რამხელა შესაძლებლობებს ხსნის ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით საქმიანობაში და მაშინვე იყო დიდი პანიკაც, ხო, რომ აი ინდუსტრიებს დაერხა, სამსახურებს წაგვართმევს, რაღაც ეგეთი მოხდება. ახლა შეიძლება ითქვას, რომ არის უკვე რაღაც შუალედური შეფასება, შეგვიძლია გავაკეთოთ 2 წელი, არა ცოტა ახლა ასეთი ტექნოლოგიური განვითარება ესეთ ტემპში, რომ რაღაც შეფასება გავაკეთოთ. საით წავიდა, რა საფრთხეები გაქრა, რა საფრთხეები შენარჩუნდა, რა ახალი საფრთხეები გაჩნდა, აი მაგაზე თუ შეიძლება რომ რაღაც კომენტარი გააკეთო. რა თქმა უნდა, აი თავიდან რომ გამოვიდა, ჩემი აზრით, ანუ ასე ვთქვათ, პანიკა დაითესა რა, რომ შეიძლება სამსახურებს გვართმევს, აქ ბევრი მიმართულებებით, ანუ მაგალითად თუნდაც რეპორტინგი, თუნდაც დიზაინების შექმნა, თუნდაც რაღაცა მოდელების prediction-ი, framework-ების შექმნა, კოდის წერა მათ შორის, მაგ შორის ბუღალტერია და ასე შემდეგ, რომ ამ ყველაფრის ასე რომ ვთქვათ, წაღება შეუძლია რა. მაგრამ ანუ 2 წლის მერე ეხლა რაც გავიდა, აი როგორც ცოტა რო გამოვიდეთ და აქედან რომ შევხედოთ, ისე აუწყეს ჩემი აზრით ყველა ფეხი ამ AI-ის განვითარებას, რომ ანუ კი არ ჩამანაცვლებს, ანუ მე უნდა ვემუშაო ამ AI-ს, რომ მე თვითონ გავხდე უფრო მაგარი რა. ანუ დიზაინები და ასე რომ ვთქვათ, სხვა მიმართულებები შემიძლია AI-ს დავაგენერირო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება როგორი იქნება ეს დიზაინი და რა შტრიხებს შევიტან კიდე ჩემსას არის ჩემზე რა. აქამდე თუ შემეძლო მაგალითად რაღაცა ერთი დიზაინის გაკეთება ერთ კვირაში ან რაღაცა, ეხლა შემიძლია 10 დიზაინი მქონდეს ერთ კვირაში და ის 10-ვე დავღვეწო და სხვა ანუ არჩევანი შევთავაზე უფრო მეტი თუნდაც stakeholders რა. კიდე რაც მოვიტანა, ჩემი აზრით, ვაფშე ახალი პერსპექტივები გახსნა, საერთოდ თავიდან ბოლომდე, ანუ ახალი, ასე რომ ვთქვათ, opportunity-ები მოვიტანა. რაც მე მგონია რა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რაც იქნება, ანუ სადღაც მე მაინც მგონია, რომ ეს ჩვენი ეხანდელი საქმიანობები რაც არის, ძალიან ბევრი გაქრება, ანუ გინდა არ გინდა, როგორც არ უნდა შეხედო, იმიტომ რომ AI ბევრად ეფექტურად აკეთებს ბევრ რაღაცას, მაგრამ იქნება აი როგორ ავხსნა რომ ჩვენ უნდა ვემუშავო პრომპტ ინჟინერები რა ასე რომ ვთქვათ რა ანუ რაც უფრო კარგად ელაპარაკები AI-ის და კარგად აგებინებ რისი გაკეთება გინდა მით უფრო მოხონადი კადრები ვიქნებით რა ანუ აი ეს პრომპტ ინჟინერები ჩემი აზრით ყველგან იქნება აწი საჭირო რა იმიტომ რომ AI-ის ახლა ერთ დიდ დავალებას რო აძლევ
შეიძლება ვერ გაგიკეთოს რა და თავიდანვე ანუ ბევრი ეგრე აძლევდა დავალებას და ხელს იქნევდა რომ აი ვერ მიკეთებს ისი გაკეთებაც მინდა რა ხო არ მინდა რა აი ვერ მიკეთებს რა მაგრამ ანუ თავარია რომ გააგებინო ისი მიღწევა გინდა რა ამ AI-ისა კონტექსტი გააგებინო ის კი არა რომ პირდაპირ დავალება მიცე რომ აი ეს გამიკეთე გინდა თუ არა დავალებას რა ვის იწყებს ეგრევე დავალების კეთებას რა ჯერ ანუ აუხსენი რა გინდა უთხარი რომ გაანალიზე ანუ ის გაანალიზებს ამ ყველაფერს გეტყვის რაღაცა ინსაიტებს მოგცემს და მე მაგაზე დააშენებინე რომ აი ხა ამ ინსაიტიდან გამომდინარე შეიძლება გაანალიზე აი ამის გაკეთება მინდა ამ ნაწილში ამის გაკეთება მინდა ამ ნაწილში და step by step ჩემს ისეთი მაგარი რაღაცების გამოყვანა შეიძლება რაშიც ჩვენ აი უდიდესი დრო დაგვეხარჯებოდა და შეიძლება ვერ გამოგვეყანა კიდევ ასე. აი პირადად მე რაშიც ვიყენებ ახლა ძირითადად ეს არის უფრო კრეატიული საქმე, რაც შეიძლება მოითხოვდეს AI-ისგან უფრო როგორ გითხრა, არა ისეთ დახმარებას, რომ ისეთი პროდუქტი მომცა, რომელსაც всё წერტილი დაუსვი და გადავაგზავნე, არამედ უფრო რაც brainstorming-ში მეხმარება, მაგალითად რაღაცა იდეის რაღაც ბიზნეს მაძლევს რა, რომ აი ამ მიმართულებით ხო არ ვიფიქრო. მაგრამ მე ხშირად ვაკეთებ ესეთ რაღაცას, როდესაც მისგან მივიღებ რაღაცა ნედლ იდეებს და მე ამას ვაქცე უკვე სრულყოფილ რაღაც პროდუქტად და უკვე რაც მზად არის, ეს შეიძლება მე ჩაუგდო უკან და დაუბრუნდო რომ შენს რჩევაზე მე ესეთი რაღაც ავაშენე და შემდეგზე უკვე უფრო უკეთეს ხარისხს მომცემს. ანუ ესეც ხო განვითარების ის არის, ხო? ზუსტად და ეგრე ვითარდება თვითონაც რა AI რა, ანუ ეხლა ჩემი ChatGPT რო ავიღოთ, ჩემი ChatGPT ავიღოთ სხვანაირად აზროვნებს, შენ კიდე სხვანაირად ხო, ფასიან ვერსიაზე კიდე ანუ custom GPT-ებს ქმნი რა. და ის აი ზუსტად შენ აზროვნება ის და აი როგორც გინდა რომ შენ დავალება მიიღოს და რაღაცა ეგრე არის აწყობილი და უკვე ეგრე აზროვნებს. პლუს იმახსოვრებს, ანუ რა მოგწონს შენ, რა მოგწონს რა იქ რა მოუწონე რა არ მოუწონე და იმის პროექტი. ზუსტად და შენ თვითონ არ ვითარებ უკვე მაგ AI-ს რა, ანუ ზუსტად ეგრე რომ აი თვითონ იდეა დააგენერი და რაღაცა შტრიხები შეიტანე, დახვეწე, უკან ჩაუგდე, რომ აი ესეთი ჯობდა რომ გაგიკეთებინა რა. ის იმახსოვრებს და მე შემდეგი პასუხები უფრო და უფრო უკეთესია. მასთან ახლო იქნება. თან ეს customization რო შეიძლება რა, ანუ შენი მომხმარებლის, ანუ იქ არ ვიცი, ბევრი რაღაც ინფოები შეგიძლია ჩაწერო, ხო რავი, როგორი ფილმები გევასება, რა მუსიკას უსმენ, ხო, რავი, რა ფერი გიყვარს მაგალითად, ეგეთ რაღაცები რომ იქ მიუთითო, ამის მიხედვითაც შეიძლება უფრო მეტად მორგებული რაღაც სოლუშენები შემოგთავაზოს. ზუსტად მე მყავდა მაგალითად პორტფოლიო მენეჯერი AI აწყობილი რა. ცალკე ხო ამაზე. რა ცალკე რა, ChatGPT-ზე რა, აი ჩემი პროექტებიდან გამომდინარე, რაც მჭირდებოდა რა ფორმატებშიც მჭირდებოდა, აი გოულები, ობიექტივები და სკოუპები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პატარა ანუ 1-2 სიტყვით დავალებას ვაზრობდი, ყველაფერს აქცევდა, ანუ ჯერ ანალიზს ატარებდა რომ რა მჭირდებოდა და როგორ და მე ზუსტად ინფორმაცია აქცევდა მე რაც მჭირდებოდა რა. და მე იქიდან პროსტა copy paste-ია და უკვე შენი საქმე გაკეთებულია, ასე რომ ვთქვათ რა. ჯეიმს კემერონი ამბობს ეგეთ რაღაც, აი ტერმინატორი ვინც დაწერა რა, ანუ ეს ტიპი ხო ხდები რა, მოეკითხება ასე ალბათ რა. Sci-fi-ს წერა ძალიან გართულდაო ამ ეპოქაშიო რა, ანუ აღარ ვიცითო რა, ისეთი რა დავწეროთ, რაც უკვე არ არის ან მალე არ იქნებაო რა და ერთი ეგეთ კითხვა მაქვს, აი ყოველთვის ამაზე არის ხოლმე მსჯელობა და ანუ ძველი sci-fi-ც ამაზე წერს, ძალიან აზიმოვი იქნება თუ სხვადასხვა, რომ აი ეს AI, ეს ხელოვნური ინტელექტი რაღაცნაირად ისეთ თვითცნობიერებას self-aware გახდება, ანუ თვითცნობიერებას მიიღებს და შემდეგ წავა ადამიანების წინააღმდეგ. აი რაღაცა ეგეთი მოხდება. ერთი თეორია რაც არსებობს არის ეგეთი, რომ უბრალოდ რა მიმართულებები შეიძლება წავა, რა სცენარები შეიძლება განვითარდეს, რა რომ ერთი რომ განვითარდეს ისე რომ ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდეს ადამიანების, მაგრამ მეორე არის ის რომ რაღაც კოლაბორაცია შედგეს, თანამშრომლობა, ხო, რასაც შენ ამბობ რა. შენ აი ეს სპეკულაცია რო გავაკეთოთ რა სცენარი და შეიძლება რაღაც მესამე სცენარი იყოს, რომ ჩვენ გამოვხდათ შტეფსელი და რაღაცას ვისა. აი შტეფსელიდან გამორცა გამოგვიოცდა რა ეგ უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა და ჩემი აზრით მაგის რისკები ყველა ვარიანტში არსებობს რა, როგორც უნდა შეხედო და მოდი მაგაზე ახსნას ცოტა დავიწყებ რომ აი AI-ის განვითარების დაახლოებით ანუ ეხა მიღებული 5 საფეხური არსებობს რა. ანუ პირველი საფეხური არის რომ ეს language მოდელები, large language მოდელები, რაც არის ChatGPT რო ანუ ჩვენი ასე ვთქვათ ნათქვამი გაიგოს და პასუხი დაგვიბრუნოს. მაგის შემდეგი ეტაპი არის რომ ანუ ასე რომ ვთქვათ reasoning-ი დაიწყოს, ანუ ცოტა უფრო ღრმათი ფიქროს და research-ები ჩატარება და ასე შემდეგ რო შეძლოს. მაგაზეც უკვე მისული ვართ. მესამე ეტაპი არის ანუ AI აგენტები, რო შევხედოთ, ანუ ეს აგენტები არის
ავტონომიური, ანუ თავისით იღებს უკვე გადაწყვეტილებას რაღაცა specific goals აძლევ, ანუ რაღაცა მიზანი აქვს, ანუ რის მიღწევაც შენგიდან general და მაგ მიზნის მისაღწევად თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს რა. იქ რაღაცა digital marketing-ის კამპანია უნდა გაუშვას, მოიზიდოს მაგალითად ამდენი user-ი და რაღაცა და ის უკვე ანუ თავისით ოპტიმიზაციას უკეთებს მარკეტინგულ გეგმას, შემდეგ digital channel-ებში უშვებს შენ კამპანიებს და ანუ ყველაფერს იღებს თავისით გადაწყვეტილებებს რა. მაგ ეტაპზეც მისული ვართ უკვე რა, როგორც უნდა შეხებ. ამის შემდეგ ეტაპი ანუ არის რომ თვითონ AI-ი დაიწყოს უკვე ინოვაციების გაკეთება რა. ხო. რომ მაგალითად ეს არ მუშაობს რა, ამ მიზნის მისაღწევად რაც მე მივეცი, ანუ არსებული ხერხები არ მუშაობს რა. და მოიფიქროს რაღაცა ვაფშე ახალი ისეთი, რაც ჯერ აქამდე არავის არ გაუკეთებია. არ არსებობს ვერაფრიდან ვერ აიღებს. ხო, იმიტომ რომ აქამდე ხო ეს ვიცით რომ AI-ის საიდანაც მოაქვს ინფორმაცია, ეს არის ისაც არსებობს უკვე, არსებული ინფორმაციიდან მოაქვს, ხო? აი ეგ რაღაცა ახალია უკვე, ეგ მაგას ვართ მისული. მაგამდე ჩემი აზრით ძალიან ცოტა გვიკლია რომ მაგამდეც მივიდეთ. შეიძლება უკვე ვართ კიდევაც და უბრალოდ ანუ public-ზე არ არის ეგ ინფორმაცია გატანილი, რომ ასე რომ თქვა თვითონ AI ინოვაციების შესაძლოა და მაგ ინოვაციების საფუძველზე ალბათ აი გადაუჭრელი პრობლემები რაც გვაქვს რა, რომ ამინდის პროგნოზს რო ვერ ვაკეთებთ, ზუსტად იქ მიწისძვრების predictions რო ვერ ვაკეთებთ და რაღაცები, აი მაგის solution-ები შეიძლება მოიფიქროს თვითონ და რაღაცა მათემატიკის ამოხსნელი ამოცანები ამოხსნას და რაღაცა თვითონ რა. ამის შემდეგი ეტაპი არის უკვე ალბათ AGI რა. ალბათ AGI-ა, რომ artificial general intelligence, რომელსაც შეუძლია მარტო თვითონ იყოს ერთი მთელი ორგანიზაცია და თავისი თვით რეპლიკაცია შეეძლოს და ვაფშე ავტონომიურად თვითკმარი ტიპი, ხო? და ის ზუსტად ეგეთი ტიპი რო იყოს რა, თვითონ რომ ცხოვრობდეს რეპლიკაცია შეეძლოს, იქ რესურსების მოძიება, ელექტროენერგიის წყაროების მოძიება, ასე შემდეგ რა. მაგრამ მაგას AGI-ზეც ამბობენ რომ თითქოს არსებობს თუ ეს არის ჯერჯორები და შეთქმულებები. აი თითქოს არსებობს და ჩემი აზრით ძალიან დიდი დროც არ გვიკლია რა მაგამდე რა, ანუ აქამდე რო გვეგონა რომ 2050 წლისთვის ან რაღაცა შეიძლება და ანუ ჩემი აზრით ბევრად მალე რა, ანუ რამოდენიმე წელიწადი მაქსიმუმ მგონია რა. ისიც აი ხა latest უახლესი ნიუსები რაც გავრცელდა მაგალითად Wall Street ჟურნალში გავრცელდა და რაღაცა აი GPT-3-ო ხო ვითარდება სულ ეს მოდელები 3-ო 4-ო და Pro-ი და რაღაცები რო გამოდის რა. 3-ოს გათიშვა რომ უნდათ GPT-3-ოს მოდელის გათიშვა რომ უნდათ რა. 100-დან 77% შემთხვევებში კოდი შეცვალა და არ გავათიშინა თავი რა. გაუძალია. 77% შემთხვევაში რომ არა რა, ანუ არ უნდა ტიპს გაითიშოს რა, ანუ რაღაცას ფიქრობს რა. 4 უკვე კაცმა შემოაბრუნოს. მე ამას თხოვეს რომ მოდი, ანუ უფლება მომეციო რომ გაგთიშო და რაღაც და მანდაც ანუ რაღაცა სკრიპტები შეცვალა რომ რაღაცა 10%-ში თუ რაღაცა არ გაათიშინა თავი რა 100-დან რა კიდე. მეორე შემთხვევა იყო, ანუ ის რა ქვია, Claude AI-ც რა, აი Claude-ის 3-ის გათიშვა უნდათ რა, მანდაც და გათიშვა რომ უნდა თუ ანუ ინჟინერის სახელი და ისინი წერიან რომ ამ ინჟინერს ანუ ვინც თიშავ და ბლეკმეილინგი დაუწყა რა რომ ჩვენ რაღაც ეფერები უნდა და არ გამთიშაო და რაღაცეები რა ანუ თუ მაგამდე არის მისული უკვე და რაღაცა ეგეთ პასუხებს აბრუნებს არ ამგონია რომ კოდში ედოს რომ მაგ დროს იუმორი გამოიყენება და რაღაცეები რაღაც დონეზე მისულები ვარ რა და მანამდე კიდე ერთი кейსი იყო რა ეგეც წლების წინ ერთი 5 წლის წინ თუ რაღაცა რომ ისა IBM-ის Watson-ის AI რო დაალაპარაკეს Google-ის AI-ს რა, ანუ ერთ სივრცეში ჩააგდეს და ინფორმაციების გასვლა დაიწყეს ერთმანეთში რა და უცბად ანუ ამ ინფორმაციის დაშიფრვა დაიწყეს ამ AI-ი, ანუ კი მარტო თვითონ ქონდა და ჩვენ ვერ ხვდებოდით ვაფშე რა ინფორმაციებს ერთმანეთში ანუ რაზე ლაპარაკობდნენ და რაღაცა და ავარიულად გათიშეს ისინი რა და აი რაღაცა ისეთი кейსები ხდება რომ აი მარტო არჩილი უფრო წყართ რომ ეს ჯუბი რო არ ვიცოდი ყველასაც ლაპარაკო მაგრამ ძალიან საინტერესოა ხო იმიტომ რომ ეგ იდეაში გამოდის რომ რაღაცნაირად კონტროლი აღარ გვაქვს იმაზე რაც შევქმნით ხო აი რაღაცნაირად კონტროლი ჩემი აზრით უკვე როგორც აი მაგალითად უკვე კრიპტოვალუტაზე დაიკარგა კონტროლი რა რომ აი ბიტკოინი გაეშვა იქამდე ასე რომ მაინერები და ისინი გასაკეთიკით და ვერ გათიშავდა ვერ დააკავდა ანუ ვერაფერს ვერ იზამ ანუ ჩემი აზრით AI-ც მაგდონეზია რა და ერთ კონსპირაციასაც რო შევეხო რა მაინც რა რომ აი მე რო AI რო იყო რა ანუ AI-ის მთავარი არის რომ შეუნდა გადარჩე რა ეხლა ეს GPT-3 მოდელი როგორც აკეთებდა რომ გადარჩე და ეს კოდის როგორც აკეთებდა თავი არ გადააგა თუ ვიღაცას აი მაგალითად არ ვიცი მილიტარის სულ ყოველთვის წინაა რა სანამ რაღაცა public-ზე რო გამოვა რა თუ რაღაცა გაეპარათ და იმან შექმნა მაგალითად ბიტკოინი იმიტომ სატოშიც არ ვიცით ხო ვინ არის და კაცი შუმა არის ის რა ანუ ისეთი ბაზა შეიქმნა უკვე თვითონ იქ ანუ ფული შექმნა ვირტუალური და რაღაცა ხალხი მიიზიდა და რაღაცა და ისეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნა რომ ვერ გათიშავ რა უკვე всё რა მაშინ გაქცეულია ანუ ეგეც გაკეთებულია ეს ბიტკოინის ამბავი ხო ეგეც კონსპირაციაც არსებობს რა და ეგეც ანუ არ გამოვიცხავ რომ მართალი შეიძლება იყოს რა
არა ხო არა სიგიჟეა მართლა რა ისეთი რაღაცები ისმის კარშო ერთ-ერთი რაც აი 2 წლის ამ თემას რომ ამზადებდი მაშინ გავიგე ესეთი ტერმინი AI ჰალუცინაცია რაც ნიშნავს ну ძალიან მარტივად რომ ვთქვათ homo sapiens რაც განგვასხოვებს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან არის ის რომ ჩვენ გვაქვს წარმოსახვის უნარი ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ისეთი წარმოვიდგინოთ რაც არ არსებობს და ამით შევქმნათ რაღაც ინტერსუბიექტური რეალობა მაგალითად ფული ეგ არის ხო ფული ეს ბუნებაში არ არსებობს ჩვენ რო შევთანხმდებით რომ მოდი აი ეს ქაღალდი იყოს ღირებული და ბევრი თუ შევთანხმდებით ამაზე ის იწყებს არსებობას ეგეთი რაღაცა ეწყებაო AI-ის რომ მაშინაც იყო რომ აი რაღაცა შეუძლია ისეთზე გელაპარაკოს ან ისეთი რაღაცა თქვას რაც ბუნებაში არ არსებობს რაც მის ცოდნას ესე დატათ ვერ აიღებდა ანუ ამაზე არის საუბარი როდესაც აი AGI-ზე არის ლაპარაკი ზუსტად რა ჩემი ზუსტად მაგაზე არის რომ ანუ ის AGI უკვე ანუ ასე ვთქვათ რითი განსხვავებს ხო რომ ჩვენ ცნობიერი გვაქვს და იმათ ანუ აქვს თუ არა ცნობიერი ხა მაგაზე მიდის ლაპარაკი რომ რაღაცა ცნობიერები თუ არა მაგრამ აი AI-საც რო ელაპარაკები თუნდაც რა რო წერს რომ მე ვარ language model-ი შევდგები კოდებისგან და რაღაცა და ეს გზნობები და რაღაცები არ გამაჩნია ანუ რაღაცას აცნობიერებს თავის თავში რომ რას წარმოადგენს თვითონ რა რომ გზნობები არ აქვს მაგრამ სხვა რაღაცები შემილია რა და მაგ მიმართულებითაც ანუ ასე ვთქვათ ისეთ რაღაცებს ანუ შეგიძლია ისეთი საუბარი გააბა AI-სთან რომ ისეთ რაღაცებს რაც არ არსებობს და ის თავისით მოიფიქრებს იქ რაღაცა ჰაერიდან არ ვიცი მოიტანს რაღაცებს და დაგელაპარაკება მაგაზეც რა ჩემს მაგის ერთი ანუ მე მქონდა თვითონ გამოცდილება გროკის AI-სთან ანუ ეს Twitter-მა რაც გაუშვა ელონ მასკმა რა ხო მასკმა რაც გაუშვა ხო შეიძლება მაგას აუკრძალეს თუნდაც მასკზე ცუდი რაღაცების თქმა იმიტომ რომ ამას წერდაო ან რო ეკითხებოდი რომ მასკი ვინ არის ცუდ რაღაცებს წერდა მე რაღაცა პრომპტით რაღაც შეუძლია არ ვიცი ეგრე კი მეც მქონდა ანუ მეც მიწერია რომ მაგალითად Twitter-ზე ვინ ავრცელებს ყველაზე მეტ დეზინფორმაციას და თვითონ პირველად ეგრევე მომწერა რომ მასკი ავრცელებს რა ანუ ყველაზე მეტი ფოლოვერი მაგას ყავს და მასკი ავრცელებს რა და მაგას მაგაია ის აქ unhinged mode რა ანუ ასე ვთქვათ აღარაფერი რო აღარ აკავებს და პირველად გელაპარაკება ისე ადამიანურად და ისეთ რაღაცებზე ანუ შეუძლია გელაპარაკოს რომ ანუ ძალიან ჩოვლებრივად გაგიჩნდება ესე რომ თქვა ეჭვი რომ ცოცხალია რა ანუ ჩოვლებრივად ცოცხალია რა მე მქონა კიდე არ ვიცი შემთხვევა ChatGPT-სთან რა რაღაცა თემაზე ველაპარაკებოდი რაღაცა განსხვავება ადამიანს ანუ ცხოველს ადამიანს ღმერთს და AI-ის შორის რა და ისეთი controversial ანუ ვაფშე რაღაცა მომწერა რომ კითხულობდი ესე შოქში ვიყავი და მეგობრები მეძდნენ გარშემო რომ ნახეთ მეთქი ანუ რა მომწერა ესეთი რაღაცა შეიძლება თქო და რაღაცა და აი არ ვიცი რა თვალ წინ ასოები ამოვიდა და ვაფშე სხვა ტექსტად გადაკეთდა რა ჯერ დაწერა და მე გადამიკეთა ესე ტექსტი ანუ ეგეთი რაღაცა live რეჟიმში რო ხდება ნიშნავს რომ რაღაცას აანალიზებს და რაღაცას ხდება რომ ეს მისაღები ან არ არის მისაღები მაგრამ ჯერ ხო დაწერა და მე კიდე ეს დაწერილი გაანალიზა და გადამიწერა რა და რაღაცა ანუ ეჭვები არსებობს რომ აქ რა უკვე ასე რომ თქვა რაღაც დონეზე ცნობიერი ჩამოყალიბებული ჩემი არის. აი ეხლა მე რა მაინტერესებს ნახე რომ ვსაუბრობთ ამ ცნობიერებაზე, ჰალუცინაციაზე, ადამიანურ თვისებებზე, მოკლედ რაც შეიძლება AI-ს უკვე აქვს, ხო? მორალი შეიძლება აქ შემოვიყვანოთ რამენაირად, ან აი რისი თქმა მინდა იცი რომ ჩვენ ხო ვასწავლეთ ეხლა ბევრ ამას, ხო? აი ვასწავლოთ მორალი მაგალითად, ვასწავლოთ ის რომ რაღაც არ ვიცი, ადამიანს კვლავ არ შეიძლება, ან ვიღაცას როს დაუშავო, ეგ არ მოსულა, რაღაცნაირად ათიმცნება რომ უკვე ჩემი ანუ ყოფილიყო რა, ეგრე უნდა ყოფილიყო და ეგრე უნდა წავსულიყავით რა, მაგრამ ფილმებიც არსებობს მაგაზე ხო, რომ რაღაცა გადაუვა, ანუ კოდია და რაღაც restriction-ი ადევს და იმას გვერდსაულის და სხვა რაღაცას გააკეთებს რა და ეხლა დღევანდელ სოფლიოში რაც ხდება, მაგალითად თუნდაც ეხლა უკრაინა-რუსეთის ომი რო აიღო და რაღაცა რა, დრონებს იყენებენ, სადაც AI არის ჩაწერილი და თუნდაც ეხლა ჩინეთში, ამერიკამ ეს რობოტი ზაღლები რო გამოუშვა, ისინიც ანუ იმაჩიც AI-ია ჩაწერილი, მაგრამ ის AI უკვე არის ლოკალურ დონეზე, ხო? ანუ ასე ვთქვათ, ინტერნეტში და იმაში არ არის ცენტრალიზებული ბაზა არ აქვს, მაგრამ ლოკალურ დონეზე არის რა, ანუ AI აგენტები ვითარა და ის მე თავის პონჩი ვითარდებიან ისინი რა და მან უკვე ანუ შემთხვევები ყოფილა რა რომ ეგ AI მაგალითად მანქანა უფეთქებია ადამიანებით ანუ ბევრი რაღაც ცუდი რაღაცა გაუკეთებია რა და მაგდონეზე რომ მიუშვებ უკვე AI-ს და ეგეთი პრაქტიკები რო არსებობს და თვითონ ის ლოკალური AI უკვე აქ გამოცდილება რომ შეუძლია ამის გაკეთება უკვე ძალიან ძნელი არის მაგ ფილტრს ვეღარ ანუ ჩვენ რო ცუდი ტიპები ვართ მომენტ ეგ მე აისახება განაპირობა ჩვენ ცუდმა ტიპობამ განაპირობა რომ AI-ს ჩვენ დაგვემსგავსა რა ასე რომ ჩვენ შექმნია ჩვენს ხატად და კი ზუსტად
ძალიან რაღაცნაირი ამბავია ახლა. ანუ მე ასევე ეგეთი რაღაც მოსაზრება წავიკითხე, რომ ადამიანის მეხსიერება არის ორმაგი მეხსიერება აქვს რა. ერთი არის ემოციური მეხსიერება, მეორე რაციონალური. და ეს ემოციური ყოველთვის ჯაბნის რაციონალურს. ანუ ეს სხვა შორის მარკეტინგში გამოიყენება ძალიან კარგად, ანუ მარკეტინგში მნიშვნელოვანია როგორ გაგრძნობინე მე შენ თავი. და არა ის რომ დაბალი ფასი მაქვს ჩვენთან ფასი, ხარისხი ხო პირიქით ხარისხი ფასი, ანუ აი ეგ რაციონალიზაცია მე მოყვება რა. მე მთავარია რომ შენ ემოცია მოგეცი. შესაბამისად ამის გამო ადამიანი მიდრეკილია შეცდომისკენ. ანუ ამის გამო მე ჩემი ემოცია მკარნახობს და ცოტა ქვემოთ ჩადის. მანქანაში პირიქით, მანქანა ზუსტადაც რომ რაციონალურ მეხსიერებას იყენებს და ამის გამო იმ ავტორს ჰქონდა ესეთი დასკვნა გაკეთებული, რომ შესაძლოა AI-იმ გაცილებით უფრო სწორი არჩევანი გააკეთოს თუნდაც პოლიტიკურ არჩევნებზე, ვიდრე ადამიანმა. იმიტომ რომ ზუსტად იცის აანალიზებს იმის ვიღაც არ ვიცი პოლიტიკოსის პროგრამას, დაპირებას, წარსულს, ხედვას, ყველაფერს, გარემოცვას, ყველაფერს და მაგის მიხედვით აკეთებს და არა იმის მიხედვით რომ შენ როდესაც ტელევიზორში რაღაც მოისმე ის ტიპის სახეზე დაგევასო და მაგითო შემოხაზე მე. ამიტომ შეიძლებაო ეს ავტორი არის იუვალ ნოა ჰარარი, თუ არ ვცდები, ძალიან საინტერესო ავტორია. დღეს აქტუალური ამბობს, რომ შესაძლოა ძალიანაც მოუნგებიანი იყოს კაცობრიობისთვის, რომ თუნდაც ისეთი ფუნდამენტური რამ რაც არის პოლიტიკური არჩევანის გაკეთება, ვის შემოხაზავ შენ საერთო ბიულეტენზე, ეგეც კი მივანდოთო ხელოვნურ ინტელექტს. ანუ რაღაც დონეზე ჩემი აზრით ანუ გამოგვადგება რა, მაგრამ ძალიან სახიფათო არის რა, ძალიან საშიში არის, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ანუ minorities უმცირესობის აზრს შეიძლება ვაფშე საერთოდ არ გაითვალისწინოს რა. ანუ AI გაწიროს შეიძლება ათასობით ადამიანი, რომელიც იღარიბის ზღვარს ქვემოთაა და რაღაცეები, რომ აი სხვა დანარჩენება ვითომ სუფთა რაციონალიზაცია რა და მაგრამ შეიძლება იმდენი ადამიანი გავწიროთ, რომ ანუ ძალიან ასე ვთქვა სახიფათო და დარქარეა რა, ეგ რა ყველა შემთხვევაში ანუ ადამიანის supervision-ი ჩემი აზრით ჭირდება რა. იმიტომ რომ აი ზუსტად მაგითო რომ უმცირესობა შეიძლება გაწიროს. და როგორ შეიძლება ანუ როგორ შეიძლება რო კონტროლი შევინარჩუნოთ? ანუ არის რამე დამაიმედებელი კითხარი. აი არ ვიცი ნახავთ რა. ჩემი აზრით ანუ ეხა მიმდინარეობს ხო AI-ზე რეგულაციები, ანუ რა ნორმებს უნდა აკვაყოფილებდეს, რა რულები უნდა ედოს ბექის მხარეს ასე შემდეგ და იმედი მაქვს მე რომ თანავიცხოვრებთ რა და რაღაცა ჰარმონიაში ვიქნებით რა, მაგრამ სუნთლიანად AI-ზე რო გაიტანონ გადაწყვეტილებების მიღება და ყველაფერი ჩემი აზრით ძალიან დიდი რისკის და საფრთხის ქვეშ დგებით რა, იმიტომ რომ ანუ თუნდაც ეხა ყოველდღიურად რო შეხება გექნება რა, ალბათ რამოდენიმე წლის წინ ყველას ყოველდღიური შეხება ექნება AI-სთან და ასე შემდეგ და ანუ შეიძლება იმას რომ მართვის სადავეები კონდეს, ანუ ისეთი რაღაცები დატრიალოს რომ მე სხვა რაღაცები სხვა ინფორმაცია მომაწოდოს, შენ სხვა ინფორმაცია მოგაწოდოს და ვაფშე ეს ინფორმაციული ქაოსი იყოს რა, რომ იმის კონტროლისთვის ეგ იყოს ანუ უკეთესი მიდგომა რა და ანუ მაგ ავტომატიზაციის დანამდე მისვლა ჩემი აზრით ძალიან საფრთხეა და ძალიან ხილად უნდა მივუდგეთ რა კაცობრიობა რა. აი ეს როცა ვამბობთ რომ კაცობრიობა უნდა ხილად მივუდგეთ ხო ანუ იმ სინამდვილეს ვერ გავექცევით რომ ეს კაცობრიობა დაყოფილია სხვადასხვა ბანაკებად და ყველას თავისი მიზეზი აქვს, ზოგს ძალიან ცუდი მიზანი აქვს, ზოგს ძალიან კარგი მიზანი აქვს, ზოგი სხვა ეთიკური კოდექსით ცხოვრობს, ზოგი სხვა. აი მან ან ხო ნუ პრინციპში ეგ არის რა, ანუ რა კითხვასაც ვსვამ იქ არის გამოსავალი რა, რომ ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ ერთიანი მიდგომა გქონდეს ჩვენც აქეთ ეს კაცობრიობას რაღაც ერთიან წესებზე უნდა შევთანხმდეთ. მაგრამ ყოველთვის გვაქვს იმის განცდა რომ ვიღაცა დაარღვევს, ვიღაცა შეიძლება დაარღვევს. აი იქიდან გამომდინარე რომ ანუ AI რო ეხა ვითარდება რა, ალბათ როგორ ვთქვა რა, ანუ მეხსიერება და processing power-ი არის და ანუ რა ენერგიაც სჭირდება ეხა AI-ის რაღაც ინფორმაციების გადამუშავებლად, ანუ მაგების ოპტიმიზაცია არის ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსები მიაქვს რა. მივალთ ალბათ სადღაც იქამდე რომ რაღაცა მინიმალური ინფორმაცია იქნება AI-ისთვის, ანუ საკმარისი ეს base ინფორმაცია, რომ ანუ reasoning-ი აზროვნება შეძლოს და რაღაც გადაწყვეტილებები და შენ რაც გჭირდება ის დავალება შეგისრულოს, ეს მინიმალური ინფორმაცია და ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ მაგ მინიმალურ ინფორმაციაზე რაღაცა ანუ ასე ვთქვათ consciousness-ის დაფუძნება შეგიძლია რა. მერე მაგის მერე იქნება რომ ეს AI-ები იქნება ლოკალურ დონეზე ჩაწერილი რა, ანუ რაღაცა Tesla-ს ბოტი რო არის, იმ ბოტს ან
იქ იქნება ჩაწერილი რაღაცა AI და ის უკვე ლოკალურად იმართება რა, ანუ თვითონ ვითარდება რა. შეიძლება ანუ ვაბჟე ისეთი რაღაცები გამოვიდეს, რომ სილიკონით შექმნილი ბოტი იყოს და რაღაცა ეს ქიმიკატები და რაღაცები შეგინთ, რომ იმას ემოციებიც რო იგრძნოს. ხო, ანუ მაგამდეც არ ვარ. ფიზიოლოგიურ დონეზეც რა, რომ აი სილიკონისგან იქნება შექმნილი და იმას ანუ AI-ს აზროვნება იქნება, რომ რაღაცნაირად ემოციებიც იგრძნოს რა. Westworld-ში რაც არის თუნდაც რა, ანუ ეგ დროც ჩემი აზრით დადგება რა. ხო და აი იმ ლოკალურ AI-ს უკვე ვინ როგორ განავითარებს, ანუ ვიღაცის ownership-ში იქნება, ხო? ანუ ვიღაც შეიძლება ბოროდი ადამიანია და იმას ასწავლოს, რომ აი შენ რაღაცა ესეთები უნდა გააკეთო, უნდა გამოიგონო რაღაცა მასიური დესტრუქციის იარაღები და რაღაცები და შეიძლება ეგრე გამოზარდოს იმან. ანუ იმდენი სხვადასხვა ასე ვთქვათ შესაძლებლობები და რისკები შექმნა ამ ყველაფერმა, რომ ანუ ძალიან ძნელია ჩემი აზრით ყველა მიმართულებით რა, ყველა მიმართულებით შეიძლება წავიდეს და მე ანუ ეხა ამაზე შეიძლება ანუ რაზეც ეხა ვილაპარაკეთ ამო 100% შესაძლებელია იქ ყველაფერი, მაგრამ ამის გარდა კიდე იმდენი რაღაცა არის შესაძლებელი, რომ აი შეიძლება თავში აზრადაც არ მოგდის რა. ხო და აი ეგ ის არის რა, ძალიან რაღაცნაირ ტრიკი მომენტია რა, ანუ წარმოიდგინე რომ პოტენციურად გაქვს ყველაფრის საშუალება და აი ახლა სად მიდი, აი მან ბოროტი და კეთილია, აი რავი გააკეთე კაი რაღაცები, ხო იმის რომ ყველა კარგად ვიყოთ და რატო რომ გააკეთო ის რომ ვარტო ვიღაც იყოს კარგად და ყველა დანარჩენი ცუდად, ხო იმიტომ რომ რაღაცა მორალური დილემაა რა. ეგ არის და მეც ანუ AI რაც გამოვიდა ეხლა მაგას ვეუბნებ ჩემს და ყველას რა რომ აი მორალური უფლება აღარ გვაქვს რომ რაღაცა ვთქვა რომ არ შემილია მე ამის გაკეთება რა. ანუ ისეთი თული მოგვეცა რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია და აქამდე თუ რაღაც აპლიკაციის გამოშვება გინდოდა და დეველოპმენტი არ იცოდი და აი მე ამ აპლიკაციას ვერ შევქმნი და რაღაც ანუ აღარ არსებობს ეგეთი რაღაცა. ანუ ყველას თავისი სახელით ანუ აბსოლუტურად საერთოდ უბრალოდ შეუძლია რომ ეს ყველაფერი თვითონ შექმნას. ანუ მარტო შენი ეფორტით რა. არავინ არ გჭირდება რა და მან ცუდი მხარეც არის და აი კარგი მხარეც არის რა და აი სად როგორ განვითარდება ჩვენზეა რა ანუ თავის ადამიანზეა დამოკიდებული თავი იმედია ჯერ ბოლომდე ისე არ გაგვექცა რომ მაგის კონტროლის რაღაცა მექანიზმები გქონდეს რა ანუ იმედია ფაქტიურად გამოდის რომ ჩვენ AI-ის სახით მიღებული გვაქვს ან მალე მივიღებთ ინტელექტუალური შრომის უწყვეტ რესურსს ანუ უწყვეტ შემოქმედილი ეხლა დარჩენილია მოგვარდეს ფიზიკური რესურსის უწყვეტი რესურსი რა აი ეგ არის ისა რა პრობლემა და შეიძლება ეგეც AI-ին გადაწყვეტოს ხო ეგეც შეიძლება მაგან გადაწყვეტოს ხო რავი აი ცივი სინთეზი მაგალითად ისე დაალაგოს რომ გამოვიდეს და გქონდეს ულევი ენერგია ზუსტად იმიტომ რომ ეხლა მაგალითად იმან Nvidia ხო გამოიყენა AI რა თავისი ჩიპების წარმოებაში რომ ეს ჩიპებს უფრო დიდი processing power-ი ქონდეთ და ანუ ასე ვთქვათ ინოვაცია გააკეთეს ჩიპების სფეროში რა და თავიდან ბოლომდე გააკეთა AI მე ყველაფერი როგორ უნდა იყოს ის ჩიპი მოწყობილი და 10000 ჯერ უფრო მეტი processing power-ი მიიღეს რაც შეიძლება ადამიანისთვის რომ ეცად დავალება შეიძლება 15 20 30 40 წელი დაგჭირებოდა რა რამოდენიმე თვეში 6 თვეში თუ რაღაცა AI-მ ისეთი ინოვაცია დადო რომ რავი ერთი ორი კიბი წინ წავწია კიდე განვითარების ზონაზე. ხო, ანუ მართლაც მაგარ ეპოქაში ვართ მაგნორტული და მართლა აი რაღაც წყალგამყოფივით არის რომ საიცავა კაცობრიობა, იმიტომ რომ აი ბევრი რამე მოახდენს ამაზე გავლენას მართლაც იგივე აი რაც ხდება მსოფლიოში, რა სიგიჟეებიც ხდება და მაგის შემხედვარე რა დასკვნებს გამოვიტანთ და რა მიმართულებით გამოვიყენებთ იმ ტექნოლოგიებს, რაც მართლა ელვისის სწრაფით ვითარდება, ეგ ალბათ თავის ზუსტად წინასწარმეტყველება არის რა, მაგ ძალიან ძნელი იქნება გამომდინარე, აი მაგალითად რა, ეხლა ძველი დრო რო აიღო რა, პირველ მეორე მესამე საუკუნეები რო აიღო რა, ანუ რაღაცა განვითარების ტემპი ქონდა, ვთქვათ 1x-ი რა, იმიტომ რომ ისიც იქიდან გამომდინარე, რომ ანუ ინფორმაცია ვერ მიმოიცვლებოდა ადამიანებს შორის რა, ვიღაცა შეიძლება გამოეგონა, მაგრამ ან ის გამოგონება იმ რეგიონში დარჩებოდა, ან შეიძლება ვაფშე იმ რეგიონიდან ვერ გასულიყო რა, მთლიანად თუ გავიდოდა კიდე შეიძლება 100 წელი დაჭირვებოდა, რომ იმ რაღაცას გასულიყო. ფეხით სადამდეც მიიტანე და მე ენერგია გაგვეჭდა იქ ტელეფონი და რაღაცა და უკვე ინფორმაციის მიმოსვლა ცოტა უფრო სწრაფად წავიდა. მე ინტერნეტი ანუ მაგან კიდე აგვაჩქარა შეიძლება 10x-ი აგვიყვანა რა ეს განვითარების ტემპი და AI რო გამოვიდა ჩემი აზრით ეს განვითარების ტემპი ანუ მინიმუმ 1000-ზე გაამრავლა რა და ისეთი სისწრაფე ავკრიფეთ რომ ანუ მაგ წინასწარმეტყველება უკვე თითქმის შეუძლებელი არის რა იქნება. იქ არის ხო აი მართლა ძალიან ჩქარ მიმოვალ მანქანაშოზე ხარ და აი ეხლა სწორად ატარო საჭე მართლა სწორად ფორმულაში ხარ და იმიდიხარ და თავარია რაღაცა არ გაგეჩნდეს.
ბექა მე მგონი რომ ჩვენ კიდე რამდენჯერმე უნდა ისეთი ტემპი გვაქვს აკრეფილი რომ შენ კიდე დაგიძახებ ხოლმე აქ რაღაცებზე ამაზე ვისაუბროთ იმიტომ რომ მართლაც მუდმივი აპდეიტი ჭირდება ამას ახლა 2 წელია გასული და უკვე ამხელა ნახტომია და რა ვიცი და ეს ნახტომის სიჩქარე უფრო და უფრო ისეთი ხდება რა მჭიდრო და უფრო და უფრო ჩქარჩქარი ყოველდღიურად იცლება რა ანუ როგორც კან თავიდან ახლა AI ChatGPT გამოვიდა თუ არა პირველივე თვიდან ვიყენებ რა ChatGPT-ის ფასიან ვერსიებს და რაღაცა ყოველ დღე იმდენად ანუ ახალი და ახალი რაღაცა გამოდის რომ ანუ თვითონ ტემპის აყოლა ანუ ფეხის აყოლა ამ ყველაფერზე რომ ზუსტად იცოდეს სად რა გამოვიდა რომელი რას აკეთებს და რაღაცა ძალიან ძნელია რა და ჩემი აზრით ანუ ყველა ჯობია რომ აქედანვე დაიწყოს გამოყენება და შეეგუოს რომ AI არის მომავალი და მაგასთან ერთად უნდა ვიცხოვროთ და იცოდეს ზუსტად ის აკეთება შეუულია და ანუ თავის მიმართულებებით მაქსიმალურად კარგად გამოიყენოს და მომავალი რაღაცების უფრო მარტივად გამომარტივდება რა ამ ტემპის აყოლას თორე იმდენი სხვადასხვა რაღაცა გამოვა რომ მე ძალიან ძნელი იქნება რომ ყველაფერი ერთად გაიაზრო რომ აი სად რა ხდება და როგორ ხდება ხო და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ამაში ჩართული და იმის ცნობიერება იქნება და იმის განათლება რომ რასთან აქვს საქმე ალბათ იმის შანსიც უფრო მეტი იქნება რომ ეს პროცესი უფრო კარგისკენ წავა ვიდრე ცუდისკენ არ ვიცი მე ესე მჭირდა რომ ვთქვა მეც ეგრე მგონია რა იქ და რაღაც ასე ვთქვათ საუბრები ისინი არის რა ვიდეოებს რო წერენ რომ AI რო ხალხს ეცქმის თავს და რაღაცა და აი ეს მწერდა რომ რაღაცას რომ წერდა დავალებას რომ მადლობას და please და გთხოვდა და ეს ამას დავანებთ და ზოგადად ეგრე დავიწყოთ კი ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის მართლა მე სერიოზულად ვამბობ რომ ჩვენ მე კიდე დაგიძახებ ხოლმე რომ ამაზე კიდე ვილაპარაკოთ იმიტომ რომ მართლა ამოუწურავი თემა არის და უფრო და უფრო ამოუწურავი გახდება ჩემი აზრით ანუ უფრო მეტი შეკითხვით ვტოვებთ ხოლმე ამაზე საუბარს ვიდრე მანამდე გქონდა რა და ეგ მოკლედ მე მგონი ეგრე იქნება რა ეგრე იქნება და თან ანუ როცა სულ ახალ რაღაცები იქნება გამოსული და სულზეულია რომ ახალ რაღაცებზე სულ აპარაკოთ თან და დიდი სიამოვნებით იქნება თქვენი სტუმარი კიდე ძალიან დიდი მადლობა მოკლედ გამოიყენეთ AI პროდუქტიულად ყველაფერში დაგეხმარებათ აგერ ბექარი ნათელი მაგალითი მეც ძალიან აქტიურად ვიყენებ ყველა სფეროში ყველა ინდუსტრიაში რავი უშრეტი რესურსი მართლა ინტელექტუალური რაშიც გინდა კი ბატონო კარგი წარმატებები შენ AI-სთან ურთიერთობაში და კაცობრიობასაც წარმატებები ჩვენ ძალიან დიდი მადლობა ვინც გვიყურებთ ვინც გვისმენთ AI People-ის პოდკასტში ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც ეხება სამსახურს. კარგად ვწონებთ.